მარტყოფი, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელია, დღესაც არ არის წყალი. არა თუ სასმელი, ამ ტექნიკური წყალიც კი არ მოდის, დღემდე მარტყოფელები დამოკიდებულები არიან მანქანაზე, რომელიც კვირაში ერთხელ, ორ კვირაში ერთხელ მოდის და ტონას ყიდის 10 ლარად. ეს არის სირცხვილი მილიარდელი ივანიშვილის, რომელმაც გასცა დაპირება მარტყოფელებზე და დღემდე თითი არ დაუკარებია და ამის სანაცვლოდ გარდაბნის გამგეობაში 212 თანამშრომელი დაასაქმა და წელს 1,9 მილიონით გაზარდა სახელმწიფო ფონდი. 1,400,000 ლარით არის გაზრდილი სახელმწიფო ფონდი გარდაბნის რაიონში. ამ 1,400,000 ლარში შეიძლებოდა თავისუფლად რომ გაკეთებულიყო გეოლოგიური დასკვნა, იანოს მთარო შესწავლილიყო მთლიანად. და მოსახლეობა აუცილებლად მიიღებდა თვითდინებით წყალს. წყალი არის ჩვენი სოფლის ყველაზე მტკივნეული რამ. მით უმეტეს რომ ამ პერიოდში რომ არის უმუშევრობა, არის გაჭირვება და ყველანაირი კრიზისი, ხალხს უხდება ამ დროს წყლის ყიდვა. ეს უკვე არის ფინანსებთან კიდე დაკავშირებული და საწვალებელია. არის ხოლმე დრო, რომ წყლის ყიდვის შეიძლება საშუალებაც არ იყოს და ხალხი წვიმის წყალზეც არის დამოკიდებული.